საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობისათვის 329 საჯარო და კერძო სკოლის 1600-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა. ორგანიზატორთა განმარტებით ღონისძიების ნახევარფინალური ეტაპი და ფინალი ინტელექტუალური თამაშის რასად როდის პრინციპით გაიმართება. კონკურსში მონაწილეობენ მე-12 კლასის მოსწავლეები. თითოეული სკოლა წარმოდგენილია 5 წევრიანი გუნდით. პროექტის დასკვნითი ნაწილი დედაქალაქში მაისში ჩატარდება. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება უკვე დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. მისი მიზანი ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესება და მათი ცნობიერების ამაღლებაა. პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეების, ჩვენი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და დაინტერესება საქართველოს ისტორიის ისეთი უმნიშვნელოვანესი პერიოდით, როგორიც არის საქართველოს პირველი რესპუბლიკა. შესაბამისად, ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ, რომ ეს მასალა საარქივო დოკუმენტების ჩათვლით მივაწოდოთ მოსწავლეებს, რათა მოემზადონ და უფრო მეტი ცოდნა, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ისტორიის ამ პერიოდის შესახებ. აქტიურობით პირველ ადგილზე არის დედაქალაქი, თუმცა ძალიან აქტიური არის ქუთაისის სკოლები, ასევე შეგვიძლია დავასახელოთ წალენჯიხა და ხობის სკოლები, საიდანაც რამდენიმე სკოლა იღებს მონაწილეობას ჩვენს პროექტში. ხულოდან რამდენიმე სკოლა იღებს მონაწილეობას, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენთვის. ფინალური თამაში უკვე გამოავლენ 3 გამარჯვებულს, რომლებიც ეროვნული არქივის მხრიდან დაჯილდოვდებიან საჩუქრებით და სიგელებით.